აი ეს ფოტო იყო იმედმა ვინ არის წარმოდგენილი? ეს არის ზაზა ფაჩულია. ეს არის ხაკაძე, რომელიც არის ბიზნესმენი, ერთ-ერთი ოცნებასთან აფილირებული ბიზნეს ელიტის ერთ-ერთი წარმოადგენელი. თუ არსები აი ეს არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თუ არ ვწდები და სხვების სახელები არ მახსოვს და აი ეს არის ტრამპის შვილი. ტრამპის შვილთან დაიდო ოცნებასთან აფილირებული ბიზნესმენების ფოტო. და რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია გარკვეული რეზონანსი და შემდეგ ამას მოყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლურ მედიებში სტატიები, რომ აქ შენდება მართლა Trump Tower-ი და Trump Tower-ი არის ბრენდია, რომელსაც მე იქ ჩავეძიეთ და რაღაც დაიდო მედიებში ინფორმაციები. სინამდვილეში ამ Tower-ს აშენებენ ეს ქართული სამშენებლო კომპანიები, მთავრობასთან ასოცირებული და უბრალოდ ამას ერქმევა ტრამპის სახელი. ანუ ფრანშიზა მიყიდა. ან ტრამპს რაღაცა Tower-ს ჩუქნია, რაღაც ეგეთი ხდება. არა, ტრამპს ჩუქნიანაც არა, ესენი აშენებენ შენობას. ამ შენობას ტრამპი რო ეწეროს, ტრამპის შვილს მიცემენ ფულს, კი. და წილსაც მიცემენ ხოლმე. ამათ ძალიან ჭირდებათ ამ პერიოდისთვის რაღაცა ასოცირება და კომუნიკაცია ამერიკასთან და რაღაცა ხელშესახები გარანტიები იმისა, რომ ამერიკა თანამად უფრო მეტად არ დაუძაბოს, არ დაარტყავს, არ დაასანქცირებს. აი რაღაცა ასეთი უსაფრთხოების ბალანი. სხვათა შორის აი ყოველგვარი ღადაობის და იმის გარეშე რამე ეგეთი უსაფრთხოების ბალიში მართლა რო არსებობდეს, ეგ კარგი იქნებოდა საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რო გქონდეს ამერიკასთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები და უსაფრთხოების ბალიში რო გქონდეს, ეგ საჭიროა. ეგ ობიექტურად საჭიროა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კითხვა არის, აი ეს Trump Tower-ი არის თუ არა ეგეთი უსაფრთხოების ბალიში? რა თქმა უნდა, აუცილებელია. უსაფრთხოების ბალიში სანქციებს თუ არ დაგვადებენ, კარგია. და საერთოდ ამერიკა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანაა და ამერიკისნაირი მტერი არავის არ აწყობს. და რა თქმა უნდა, ამ მტრობის გამორიცხვა თუ შენ ამ სტრატეგიულ ინტერესებს არ თმობ, აუცილებელია. აია მაგ მხრივ თუ რამე ნაბიჯი გადაიყვება. ოღონდ ეს ფაქტი გამოხატავს ჩვენ რა საშუალებები გაგვაჩნია მაგ ამოცანების მიღწევისთვის, იმიტომ რომ სინამდვილეში სავარაუდოდ მოხდა შემდეგი რაღაც. აი ბიზნესმენების მეშვეობით და სხვათა შორის აი ფაჩულიაც რო არის ფოტოზე, ხო, კარგად გამოხატავს, ანუ იქ ცნობილი სპორტსმენი, რაღაც იქ ნაცნობობა ყავს და რა ვიცი აი ჩერეს ნაცნობობი ჟარგონული სიტყვა რო ვიხმარო, აი როგორღაც მივიდეთ კომუნიკაციამდე. დაუშვათ ამითი დაალაგდნენ ტრამპთან, კაი ურთიერთობა დაალაგეს და აი რა ვიცი რა საქმეა ივანიშვილს თავისი ქონებით თუ იმას რა. არა, მან არაფერი დაალაგდნენ, კი ბატონო, უკეთესი ურთიერთობა ქონდეთ ტრამპთან. და რა არის ამაში თუ ამერიკისგან საფრთხე შემცირდება რაღაც ცუდი ან საერთოდ კარგის მეტი რა არის მაგაში? კი ბატონო, ეგრეა, უბრალოდ ერთი პრობლემაა რა. ტრამპის შუავალედური არჩევნები არის შემოდგომაზე. და უდიდესი ალბათობით ტრამპის ფლანგი მაგ არჩევნებს აგებს. თან აგებს ძალიან მძიმედ. ხო, ჯერობით არ ჩანს რომ აი რამდენად მძიმედ, მაგრამ აი იქამდე კიდე გაუარეს კონგრესს რო აგებს ჩანს და სენატიც შეიძლება წააგოს ეხლა ეგრე ჩანს, მაგრამ გაუარესდება სავარაუდოდ ვითარება არჩევნებში. ანუ დიდი შანსია ტრამპმა დაკარგოს როგორც კონგრესი, ისე სენატი. უმრავლესობა მოიპოვონ ტრამპზე აი სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულმა დემოკრატებმა იმ ადმინისტრაციის მხარემ, რომლებიც ამათ უძაბავდნენ ტრამპის მოსვლამდე. და მაგ მომენტში მთლად ისე კი აღარ დგება, რომ შენ Tower-ი აჩუქე ტრამპს და ეგ რაღაცა დაცვის გარანტიებია.
მაგ მომენტიდან იწყება ცოტა საბოტაჟის რეჟიმში ტრამპის ფუნქციონირება. საგარეო დონეზე მისი ეფექტურობა დრამატულად ეცემა. ძალიან იზრდება ალბათობა იმისა, რომ შემდეგ არჩევნებზე უკვე 2028-ში რო იქნება, იქ უკვე დემოკრატები მოიგებენ საპრეზიდენტო თანამდებობასაც. ეგ არ ვიცი, მაგრამ აი ამ არჩევნებზე რო ძალიან ძიმე არის. ამიტომ როგორი რაღაცა იცი? თუ ეხა რაღაცა ივანიშვილი საკუთარ მიწაზე აშენებს თაუერს და ამითი ტრამპი რაღაცას ალაგებს, უკეთეს ურთიერთობას და საფრთხეები მცირდება ამერიკისკენ, კი ბატონო. Und აი კონკრეტულად რამდენად შემცირდება მართლა მაგითი საფრთხეები. მან კითხვები არსებობს, იმიტომ რომ თვითონ ეგ თაუერი ტრამპს რამდენად შეუცვლის, რამდენად დიდ ფაქტორად ჩაითვლება ტრამპისთვის, მანდაც დიდი კითხვებია. შეიძლება არც იცოდეს. საერთოდ შეიძლება არ იცოდეს და ამასთან ერთად თუ ნახევარ წელიწადში დემოკრატები იგებენ, მან საერთოდ ეს არანაირი პოზიტიური ფაქტორი არ არის პირიქით მე ცოტა ხვანაირი პრიზმით შევხედავდი მაგ საკითხს. აი ეს სურათი რო გავუშვათ. კიდევ ერთხელ შეგიძლია? აი შენ იმედის იყო ხო მე მგონი? აი მოდით ყველანი ერთად დავფიქრდეთ. საქართველოში ძალიან ბევრი რაღაცა შენდება, ხო? მაინც და მაინც აი ამ სურათს ამ წარწერით თბილისში ტრამპ თაუერი აშენდება. ამის დანიშნულება რა არის? ამის დანიშნულება ხო არ არის აი უბრალოდ მორიგი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რაღაცა მაუწყებლობა. პოლიტიკური კონტექსტი. ეს არის პოლიტიკური კონტექსტი. პოლიტიკური კონტექსტი ვიზია გათვლილი. გათვლილია საქართველოს მოსახლეობისთვის. ხომ ასეა? ანუ ქვაკუთხედი რა არის ამ მესეჯის? ქვაკუთხედი არის ძალიან მარტივი, სამწუხარო და აი ეს უბედურება, რაშიც ეს ქვეყანა 30 წელია იხარშება. რომ სადღაც სხვაგან ვიღაც ძლიერმა ბიძიამ შეგვამჩნია და იმასთან დავლაგდით. ხომ ამ ენერგიის გაშვების მცდელობა, ხო აი ამის ამ მესეჯის დამკვიდრების მცდელობა მოსახლეობაში, რომ ტრამპთან დავლაგდით, ამერიკის პრეზიდენტთან დავლაგდით ამ ფორმით, ოღონდ რა შუაშია ეს, მაგრამ ცალკე თემა უკვე ვილაპარაკეთ, ბევრი სავარაუდოდ როგორ მოხდებოდა ეს შეთავაზება, სავარაუდოდ უბრალოდ იმათი ბრენდი იქნება და ყველაფერი დანარჩენი ამ ბიზნესმენების და საქართველოს. და იმას წილიც ექნება სავარაუდოდ. თავად კი არა უეჭველი. ეგ რაზე მე უკვე ცოტა პოლიტოლოგიური ის მიჩნდება ამ ყველაფრისადმი კიდევ ერთხელ მორიგჯერ პრეტენზია და რაღაც კრიტიკული მოსაზრება. რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს კიდევ იმისთვის რომ სადღაც ვიღაცეების თვალში არ გჭირდებოდეს ლეგიტიმაცია ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ანუ რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს კიდე. ადრე ბიზანტიის კარზე დადიოდნენ და ისინი გვაძლევდნენ ხოლმე რაღაც ტიტულებს, შენ იქნები ყურაპალატი. და ყავდა ეგეთი. შოთ ყურაპალატი. სიანდულეში ეგ წოდება იყო. ხო ბიზანტიელების მიერ ანუ ვასალი ვიყავით რეალურად ბიზანტიის. მერე ხვები რო გამოჩნდნენ, რავი, სულთნის კარზე დადიოდნენ ეს ჩვენი წარმომადგენლები. მერე ირანი რომ მოძლიერდა ირანის კარზე, მერე მოსკოვის კარზე და ნუ ეხლა ბოლო 35 წელია ჩვენი წარმომადგენლები დადიან ხან ბრიუსელში, ხან ვაშინგტონში და რეალურად ეს ყველაფერი ხდება ერთმანეთის დასარწმუნებლად რაღაცაში. რომ მე რომ ვარ ძალაუფლებაში, მე რომ ვარ საქართველოს მთავრობა, იმიტომ უნდა ვიყო საქართველოს მთავრობა, რომ აგერ ტრამპმა შემამჩნია, აგერ ტრამპთან რაღაცა ურთიერთობა მაქვს. სინამდვილეში მუშუგლე ხურად რომ ახსნათ. ხომ აი ამ მესეჯის გაგზავნა ხდება, აი ამ უბრალოდ ნაკლებად მუშაობს ეგ. არ მგონია ვინმე მაგიქვა ეს ეგრე რომ რაღაცა ამერიკასთან დალაგება როგორ ხდება, იცით? ამერიკასთან დალაგება რას ქვია? ამერიკასთან დალაგება ქვია შემდეგნაირად. ორ სახელმწიფოს შორის იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, თავდაცვის იქნება ეს, ეკონომიკური იქნება თუ სხვა,
ამერიკის ამ შეთანხმების საფუძველზე ამერიკული ბაზა ჩდება შენს ტერიტორიაზე. ამერიკა იღებს ვალდებულებას, რომ შენ რამე თუ მოგივა ის დაგიცავს და აი ეგრე მოქმედებს ამერიკა მაგალითად იაპონიაში, ეგრე მოქმედებს ამერიკა სამხრეთ კორეაში, ეგრე მოქმედებს გერმანიაში. ნუ გერმანიაში ნაკლებად, მაგრამ მაინც არის ამერიკული ბაზა. შენს შემთხვევაში ეგრე არ მოქმედებს. შენს შემთხვევაში არის სადაც სხვა დამოკიდებულება. შენ შესახებ ბუნდოვნად იციან, წინა მთავრობებმა უკეთესად იცოდნენ, მაგალითად ბუშის დროს უფრო მეტი ინტერესი იყო, იმიტომ რომ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო. ბევრად უფრო ჯანზე იყო დასავლეთი. დასავლეთის ბუნებრივი მოწინააღმდეგეები ბევრად უფრო სუსტები იყვნენ და შენს მიმართ შესაბამისად ოდნავ მეტი ყურადღება იყო, მაგრამ ეს ოდნავ მეტი ყურადღებაც მაქსიმალურად გამოიხატებოდა რაში? ერთხელ ჩამოვიდა ბუში აქ, იცეკვა და გადმოქცეს ჟანგიანი ვიეტნამის ომის დროინდელი ძველი 7 ცალი ვერტფრენი. მე მაგის ექსტაზში ექსტაზში გავეზრეთ, ჯანზე მოხვედი, ოღონდ შენ წარმოდგენებში იფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი გამჩერებელი ვინ არის? მოხვდა და ეხლა არა ვართ ისე, არ ვიცით. საითკენ წავიდეთ, რა გავაკეთოთ, სად ვეძებოთ ეს ლეგიტიმაციის წყარო და ეგ არის რეალურად სამწუხარო მოცემულობა, რომ სადღაც კი არ უნდა ვეძებდეთ, კაცო. ყველაფრის გასაღები არის აქ. აი აბსოლუტურად მართალია, მთელი ტრაგედია ის კი არ არის, რომ ტრამპის შვილთან ქართველმა ბიზნესმენებმა ფოტო გადაიღეს. მაგრამ ტრაგედია არაფერი არა, კაცო, ჩვენიერი. კაი, ააშენეთ ტრამპ ტაუერი, თუ რამეს გახოდავთ, რავი, ბაზარი არ არის. არაფერი მანდ თვითონ მაგ მოვლენაში ჩემი აზრით არც დიდად კაი არაფერი არა, არ დიდად ცუდი არაფერი არ არის, არაფერზე დიდად არ აისახება. ტრაგედია მართლა არის, გიორგის თქმის არ იყოს, აი ეგ სურათი ამ შემთხვევაში ტევ იმედზე, რომელიც გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე და პოლიტიკური კონტექსტით ხდება მაგისი გამოყენება. ანუ აი ეგ განცდა, რომ ვიღაცამ გარეთ შეგვამჩნია და არიქა გვეშველა, აი ეგ არიქა გვეშველა არის რაც გუპავს, ეგ ერთი და მეორე შოთას აბსოლუტურად ვეთანხმები, ანუ ერთი ხო არის ეს არიქა გვეშველა ინსტინქტი და მე ვინ დაწყევლა ეს საქართველო არ ვიცი, მაგრამ უცნაური მიდრეკილება გვაქვს ხოლმე, რომ აი ეგ გამოვამჟღავნოთ ვიღაცების მიმართ ყველაზე უცნაურ დროს. მაგალითად, საქართველოს პირველი რესპუბლიკა რო ავიღოთ, გერმანიასთან ალიანსი გავაფორმეთ პირველი მსოფლიო ომი, რომ რამდენიმე თვეში უნდა დამთავრებულიყო, ყველა რო ხდებოდა უკვე რომ გერმანია აგებდა, მაშინ გავხდით გერმანიის მოკავშირეები. და ამას იმ კუთხით კი არ ვამბობ, ხა პირველი მსოფლიო ომი არ არის, მეორე მსოფლიო ომი, ანუ პირველ მსოფლიო ომში გერმანია დაახლოებით ისეთივე სახელმწიფო იყო, როგორც მისი მოწინააღმდეგეები, ხო, იმპერიალისტური ომი იყო, კაიზერი ეომებოდა ინგლისის მონარქს, მანდ ნაციზმი, ფაშიზმი და რაღაცეები, რაც მეორე მსოფლიო ომში არის, ყველა ერთი ქვეყანა ეომება მეორეს, ხო? ამიტომ მანდ იმ კუთხით კი არ ვარჩევ მაგას, რომ აი მორალურად ისტორიის სწორ მხარეს სად იყო, მან მდგომა, რავი, ისტორიის სწორ მხარე რა ვინ ძლია? ერთმა კაპიტალისტებმა მეორე გაძუყნეს მან, ხო? გამარჯვებულები წერენ, ვინც იმარჯვებს, ისიც მის მერე ახსნის რატო იყო თვითონ სწორი მხარე. მან იყო თემა, რომ რატო დავდეთ ფსონი წაგებულებზე და. ეხლა შოთამ რაც კითხვა დასვა, რომ ბიჭო, ტრამპი რო მოვიდა, აი მეორე ვადით. სადღაც წელიწად ნახევარი იყო მართლა მაგარი შესაძლებლობების ფანჯარა, როცა მასთან დალაგებით მაგარი რაღაცეების ბოდიში სლენგისთვის და გაходვა შეიძლებოდა. ეხლა ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელმაც აი წინა რო ჩამოთვალოთ ჯორჯ ბუშ უმცროსი, ობამა, ბაიდენი, ყველა ამ პრეზიდენტთან
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩასული იყო და ეუბნებოდა, რომ ირანისთვის ხوار დაგვერტყა. მოდი რა ჯიგრულად გლიჯოთ რა ირანს რა და ყველამ თქვა უარი. ერთადერთი ვინც მაგ უბედურებაში თავი შეყო ეხა არის ტრამპი. ჩვენ მე მაგ თემას გადავალთ ირანის იმასაც გავარჩევთ, ხო? იმდენად ცუდი შედეგები დაიდო, როგორც ეკონომიკურად ამერიკისთვის საწვავის ფასი იზრდება, ისე ამერიკის საერთაშორისო გავლენებისთვის, იმიტომ რომ მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში დარწმუნდნენ, რომ რა ვიცი, ამერიკის ბაზა სულ არ ყოფილა შენი არც სამხედრო და არც ეკონომიკური თავდაცვის გარანტია. რავი, ბაზებს უბომბავენ, ნავთობს ვეღარ ვყიდით, თან გაგვაძრეს ომში, რომელშიც რავი, არ გვინდოდა ჩვენ შესვლა. მაგალითად, დუბაის ხელისუფლებას მაგრად ფეხზე ეკიდა ირანთან ომი, არაფერი სარგებელი მაქედან არ უნახია, ხო? აი ამ სიტუაციაში, როცა ამერიკაში რამდენიმე თვეში არჩევნებია და რესპუბლიკელები დიდი ალბათობით ძიმე დამარცხებას იცნევენ, ალბათ ყველაზე შეუფერებელი მომენტია ეხლა, რომ რაღაცა ხისტი მოძრაობები გავაკეთოთ ამერიკასთან მიმართებაში. აი მოდი საერთოდ მარტივად ვიტყვი რა. სანამ აქტიურობა იყო საჭირო, მანამდე ჩუმად ვიყავით და ჩუმად ყოფნის დრო რომ მოვიდა, მაშინ დავიწყეთ აქტიურობა რა. როგორი კითხვა, იცი? თავერის ჩუქნით თუ ამერიკასთან გაходვა შეგეძლოთ. ეგ ხო, აი ტრამპი რომ მოდიოდა წელიწადნახევრის წინ, აი რომ მოიგო. ხო მაშინ უნდა გეჩუქებინათ და მაშინვე გაგეხოდათ ამ წელიწადნახევრს გამოიყენეთ, მაგრამ ეგ რას გამოხატავს, იცი? იმდენად აი რაღაცა ყველა გზას მიაწყდნენ. მანამდე ისე კი არ იყო რომ მოდი არ გვინდა თავერის ჩუქნა და მაგაზე არ წავალთ. იმდენად აი ყველა გზას მიაწყდნენ და აი ბოლოს წელიწადნახევრის თავზე როგორღაც აი გაჩუქებ რა მდგომარეობამდე მიაღწიეს, რომ აი მანამდე უბრალოდ მაგ გზას ვერ მიაგნეს. ანუ მაგდენად რთულად აქვს ამათ აი კომუნიკაციის საშუალება, იმდენად ყველას კიდია. აი გზა ვერ მივიდნენ, რომ აი გაჩუქებ ძმო. თვითონ გზა ერთი წლის წინ რომ ორი ტრამპ თავერი ეჩუქებიათ, არ ვიცი რა რაღაც ბანალურად. რაღაცა აი როგორ იყო ისი რა რეჟიმი იყო გეტყვი რა, აი ყაველაშვილს რომ ტრამპმა ჩაიარა, ხო იცი და ამას შეხედაო. ხო იცი? აი ბუკვალურად მასე იდგა, რომ აი უნდა მისულიყო და გაჩუქებდა, ვერ მივიდა. მე და ტრამპი ერთ კადრში მოგვაყვედრეთ. ეგ მაგარი პერიოდი იყო, მე სულ კარგად მახსენდება, აი ყაველაშვილი რო იყო ჩასული და ფოტოგრაფია ალბათ რაღაც მაქს პეინივით გადახდა და რაღაც ისეთი კუთხე და იჭირა, რომ ტრამპმა თვალი გაუსწორა და აქ საქართველოს პოლიტიკა აი ხალხო. არა, ტრამპის სხვაგან იხედებოდა. სიანდვიში. მაგრამ აი სხვაგან იხედებოდა, მაგრამ ფოტოგრაფმა რაღაც ვიზუალური ილუზია შექმნა, რომ ტრამპმა ყაველაშვილს და მაგრამ გზა ჩანს. საერთოდ საქართველოში გამოიკვეთ. აი მოდი ჩვენ ხო ჩვენი ის ხო ეგ არის ანალიზი, ხო ჩვენ ხო ანალიზს ვაკეთებთ მე ქართული ოცნება და დარჩენი პოლიტიკური ძალები ჩვენგან სწავლობენ ხოლმე ჭკუას, ხო? და სიანდვიში რა ხდება, იცი? ქართული ოცნება რას ჩალიჩობს გამოიკვეთა. ნუ ეგ მაინც გაირკვა. აი რა გამოა, რა როგორი შედეგი იქნება, ეგ არ არის გარკვეული, მაგრამ გაირკვა როგორ ჩაჯობს. საერთოდ ქართული ოცნების გეგმა არის ასეთი. ვიღაცებს შემოიყვანს თვითონ აი დაურიგებს რა, აი ვიღაცებს აი ცოტა უფრო რთული იმისი ვარიანტი ჯასტინ ბიბერს მივცეთ მიწავა. ხო იცი საქართველოში და ის დაგვიწევს. ხო იცი აი მაგისი ცოტა რთული ფორმაა რა. აი ვიღაცებს საქართველოში თავისი ინტერესები ჩაუდოთ, აი ამას თავერი აუშენოთ იქ რაღაცა მიწა მივყიდოთ ქალაქი ავაშენებით და აქ ხო საერთოდ ტიტანური აზრების ქვეყანა. და აქ საქართველოში სამწუხაროდ აი ამ რაღაცა, აი თავის რაღაც
ბიზნესმენური ხვატკი თუ რაც ქვია, არ ვიცი, მაგას ბიზნესმენური იმითი დაასკვნეს გეოპოლიტიკური პრობლემა გადაჭრა ჩვენი უსაფრთხოება ხალხ ნუ გეშინიათ. აქ როგორ წყდება, იცი? დაურიგებთ იქ იმას კოშკს ჩავადგმევინებთ, აქეთ მიწას გავყიდებთ, ჩინეთს გავაყვანინებთ, იქ იმას გავაყვანინებთ და შეგვეხება რა. ყველას ინტერესები იქნება გათვალისწინებული, მე თან რაღაცა ხო ტიტანური ტერმინები ხარი, სტრატეგიული მოთმინება, ხალხო რაღაცა ტიტანური ტერმინები უნდა თან. და აი მე რა მაინტერესებს